ელვის სისწრაფით გამოდის ეს ამბავი სააშკარაოზე ჩემოკარგებო, მომიწია 1-დან 3 თვე რეალობის სრულ გამოაშკარავებამდე. გურიკას ამბავს გავეცანი პირველ რიგში, როგორც კი დავუბრუნდით ჩემო უძვირფასებო, ასეთი მწირის სივრციდან უნდა შემოგიერთეთ, იმიტომ რომ ჩვენი უძვირფასესი ნივთები გაბრძანებული არიან მზის ენერგიაზე დასამუხტად. მე კი მინდა რომ გავაჟღერო ინფორმაცია. ნახოთ, ცოცხალია ენერგიები, მკვდარი ენერგიებია, რა ხდება საერთოდ ზედმეტი მტკიცების და ზედმეტი ილუზიების გარეშე, მე დავდებ ინფორმაციას. დანარჩენი კი თქვენთვის მომინდია. ნახოთ, გურიკა რა ენერგიებში იმყოფება ახლა, ეს არის ცოცხალი ენერგიები და მკვდარი ენერგიები. როგორც ხედავთ, ცოტა უჭირს ინფორმაციას მოსვლა. ნახოთ. ეს არის მძიმე გულის ტკივილის, მწუხარების, სულიერი ტკივილისა და შოკის მომგვრელი ამბის გაგების მანიშნებელი. სემენების ხლები გვეუბნება, რომ ადამიანმა განიცადა უზარმაზარი ემოციური ტკივილი, ტრამვა, რასაც გარემოებები იწვევდა, მძიმე ტვირთი. აი ამას ატარებდა ეს ადამიანი. ენერგიის სრული დისბალანსი, დარღვევა, ქაოსი, არასტაბილურობა, მდგომარეობები არის გამოკვეთილი, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება. ენერგია სულიად მერყევია ჩემო უძვირფასებო, დაძაბულობას უფევს და არანაირი სიმშვიდე და ჰარმონიის განცდა არ მოდის. კივნეული სიტუაციის გაგრძელება, დამარცხების განცდა, დაძაბულობის გაგრძელება, სიტუაცია ბუნდოვანია. ნახეთ, რამდენად ბუნდოვანი მესიჯი მოვიდა. ნახოთ ახლა სად მიემართება ეს ენერგია. ყურადღებით ჩემოკარგებო. წარსულის უკან ჩამოტოვების, მიტოვების, წასვლის და იმ გზის სიმბოლოს გვაჩვენებს, რომელიც ან დასრულდა ჩემოკარგებო, ან შეწყდა. ენერგეტიკულად ფიზიკური კავშირი ამ სივრცესთან, სადაც გურიკა ბოლოს იმყოფებოდა, გაწყვეტილია და ძიება გადადის უკვე უსასრულოდ ტკინეულ სივრცეში, ხო, სადაც თითქმის შეიძლება დაიკარგოს ადამიანი, მაგრამ ახალი რეალობის ან ძალიან მწარე სიმართლის მიღება მოხდება ცოტა გვიან. ენერგია ფაქტიურად განლეული არის ერთ წერტილზე, ტრიალისაგან ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ახალი სულად უცხო სივრცისკენ შლა, თავში ისევ და ისევ ბურუსით მოსული აზრები ერთგვარად სულელი სარკანს მიგონიშნებს, შეიძლება ფსიქიკურ მდგომარეობაზეც მივარაუდოთ ამ შემთხვევაში, ქაოსი და გაურკვევლობა ცნობიერში, კვალი წაშლილი არის სიმართლე, სულ სხვა ეგზისტენციალურ ზონაში გადადის, სადაც მატერიალურად მიგნება ძნელდება. რა მიმართულებით, რა სფეროში უნდა ვეძებოთ ის დეტალი, რომელიც აქამდე გამოგვრჩა ამ ამბავთან დაკავშირებით. მე-15 არკანი, ეშმაკი, რაც ძირითადად დამალულ სიმართლეზე გვეუბნება, ბნელშეთანხმებაზე, შიშებზე და манипуляციაზე, ხო, დუმილის აღთქმა. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა ან და შიში, ფარველი კავშირების ან ინტერესთა კონფლიქტზე, ხო, რომელიც არავის არ აძლევს სიმართლის საუბრის საშუალებას. აქ საუბარია დახურულ წრეზე და მძიმე ფსიქიკურ ბორკილებზე გარშემო მყოფთა შორის. ასევე სიგნიფიკატორებს თუ დავაკვირდებით ჩემო უძვირფასებო, რაღაც დონეზე ჩემი ცნობიერი წაიღო რელიგიურმა მიმართულებამაც, ასევე ვინაიდან იესო ქრისტე ზოდიაქო თითხის რქა იყო და შეიძლება სწორედ რაღაცა მართლმადიდებლური სფეროც მოიაზრებოდეს ამ შემთხვევაში, მთავარი ფიგურანტი. ვინ ახდენს ასეთი დონის ზეწოლასთან რეაგირებას? მე მხოლოდ და მხოლოდ სიგნიფიკატორებს გამგიმარტავ და გეუბნებით ენერგიების განმარტებას. ასევე პენტაკლების პაჟი გვაქვს რევერსული, რაც გვაჩვენებს, რომ კონკრეტული ინფორმაცია, დოკუმენტები, მატერიალური მასალა შესაძლოა იყოს მიჩქმალული. ასევე პენტაკლების პაჟი გვაქვს რევერსული, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაცია პირდაპირ მიჩქმალულია. დოკუმენტები ან მატერიალური კვალი, ფიზიკური, მატერიალური კვალი, ხო, შეიძლება სამხელი რაღაც მტკიცებულება არის გაყალბებული. ვიღაც მიზნობრივად მალავს იმ პატარა მნიშვნელოვან გადამწყვეტ დეტალს, რომელიც შეიძლება მთელი საქმის გასაღები იყოს. ხო, აქ არის განზრახულად გამოტოვებულ ფაქტზე საუბარი, რომელიც ზედაპირზე ვერ ამოდის. ანუ არ აძლევენ ამის საშუალებას ამ პატარა ფაქტსა და დეტალს. ხოლო რაც შეეხება ენერგეტიკულად, როგორც გითხარით, ეს ასახავს ქარიზმატული ქალბატონის ფიგურას ოჯახის წრიდან, ან ოჯახის გავლენიან ქალს. მთავარი ინფორმაცია შეიძლება ამ ფიგურის ქცევებში, ხო, მის ენერგიაში, მის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე ან გარემოში შეიძლება იმალებოდეს. კვერცხების დედოფალი, რომ იცოდეთ, ფლობს იმპულსს შემოძვირფასება, მაგრამ საოცრად კარგად შეუძლია მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვაც, ხო, რაც საიდუმლოებებს ეხება. ხო, მოკლედ და მარტივად რომ გითხრათ, კვერცხების დედოფლის ძლიერი მხარე სწორედ რომ საიდუმლოებების დაფარვა არის. შინაგანად შეიძლება კონდეს თვით შეფასების პრობლემები, ეჭვები საკუთარ თავთან და ნამდვილად კონდეს არასრულფასოვნების განცდას, თუმცა გარეგნულად ჩანს როგორც ძლიერი შეუვალი და ენერგეტიკულად შემდგარი ქალბატონი. როგორც გითხარით, სიგნიფიკატორი არის ქერა ან ღია მოწითალო, ღია ფერის თმა.
შესაბამისად, ჩემო ძვირფასებო, არ არსებობს ფაქტები კი არა, ფაქტები რეალურად არსებობს, მაგრამ 16 ადამიანს შორის არსებობს დუმილის საფრთხმა, რომელიც დაფუძნებული არის, რა თქმა უნდა, შიშზე და ძალიან გავლენიანი ადამიანის მხრიდან მანიპულაციაზე. ასევე, როგორც გითხარით, ყურადღება უნდა მიექცეს მამიდისა და დედის ფიგურებს, რომელიც შეიძლება ფლობდეს მნიშვნელოვან ძაფებს აი ამ დიდ გაურკვევლობაში, რაც სიმართლემდე მიიყვან და გამოძიებას. ასევე მნიშვნელოვანია რომ გაირკვეს ისეთი რა კონფლიქტი არის მომხდარი მშობლების დაშორებისას და რა ამბავი არის მოუგვარებელი, ანუ დაუსრულებელი სცენარი. ესეც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშობლების დაშორების სიტუაცია და ასევე როგორც გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მამიდის ფიგურა. რაც შეეხება ფაქტობრივ დეტალებს, აი ახლა ყველაზე მეტად კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის გადამოწმდეს ისეთი დეტალები, რომლებიც გამოძიება მიიჩნია რაღაც დონეზე უმნიშვნელოდ, ხო, მაგალითად რაღაცა ფინანსური პატარ-პატარა დეტალები, მიმოწერები, სატელეფონო ზარები, აი ესენი უნდა იქნეს გამოკვლეული ხელთავიდან, ყველაზე უმნიშვნელოდ მიჩნეული დეტალიც კი ხელახლა უნდა გამოიძიონ. ხო და კიდევ ერთი ჩაძიება. ხშირ შემთხვევაში მე-15 არკანი იგივე ეშმაკი ხშირად არის ასოცირებული დაფარულ ორგანიზაციებზე, რაღაცა დაფარულ თავშესაფრებზე, ისე დახურულ სივრცეებზე, რომელიც შეიძლება რელიგიის მიერ იყოს გაკონტროლებული, ასე რომ ყურადსაღები მომენტი არის ესეც და იმედია რომ გაითვალისწინებთ ამასაც კონკრეტული გამოძიების მომენტებში. ახლა კი წავიდეთ შემდეგი კითხვით, ჩემო ძვირფასებო, თავი, ესე იგი ისი ამტკიცდა რომ ლამის მასკოტის შუბლისა და საფეთქლის არეალები. კარგი, რა არის ზუსტად ის ბმა ან ფარული შეთანხმება ამ 16 ადამიანის შორის, რომელიც მალავს საქმის რეალურ დეტალებს, აბა ნახოთ. რა არის ეს ფარული შეთანხმება, ნახოთ, ყურადღებით ჩემო ძვირფასებო. სამყაროს არკანი, იგივე ჩაკეტილი წრე, იდეალურად ჩაკეტილი წრე, ომერტა, ანუ დუმილის კანონი, ვინაიდან სამყარო, როგორც წესი, არის დახურული სისტემა, ხო, სადაც არაფერი არ იკარგება და არაფერი ჟონავს, ანუ რა ენერგიასაც გავცემთ, იგივე ენერგია გვიბრუნდება, ეს თეორიის დონეზე ხომ იცით? შესაბამისად, აქ საქმე ეხება აი ამ კონკრეტული ადამიანების ფარულ შეთანხმებას, სადაც წრე კონკრეტული არ უნდა დაირღვეს და არც ირღვევა არც ერთი ამ წრის შემადგენელი ელემენტი ამ 16 ადამიანიდან. არტოვებს აი ამ ბზარს, სადაც გამოჟონავდა რეალური ინფორმაცია. ეს ასევე აჩვენებს, რომ ჯგუფმა შეიძლება კონკრეტული ფაქტი ბოლომდე მიიყვანა და დამალა და მათთვის ეს თემა თითქოს უკვე დახურულია. ეს ამბავი ერთ კონკრეტულ წრეში ან გარემოებაში ტრიალებს და როგორც გითხარით, წრე უკვე არის ჩაკეტილი. აქ გვაჩვენებს ცხენების თასებს რევერსულად, რაც ნიშნავს უკმაყოფილებას და შინაგან შიშს იმის დამალვაზე, რაც სინამდვილეში სინდის საწუხებს, ხო, ადამიანის სინდის ისეთი უკონტროლო რამე არის, რომ რაც არ უნდა უსინდისო ადამიანს შეეხებოდეთ, ფსიქიკა და ფსიქოლოგია ყველა ადამიანს გააჩნია. ეს არის ნიშანი, რომ ფარული შეთანხმება ეფუძნება პირად ეგოისტურ ინტერესებს და კომფორტს. ხო, ადამიანები დადუმებულნი არიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ისა ეშინიათ, ხო, არამედ საკუთარი თავის დაცვისთვის, მშვიდი ძილისთვის, მატერიალური უსაფრთხოება ურჩევნიათ, ხო, სიმართლის თქმას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ სინდის რომ აწუხებს ეს ყველაფერი აი ამას რა ვუყოთ, ხო? და მთავარი კულმინაციური მომენტი თასების მეფე მიგვანიშნებს ისეთ ძლიერ და დამფარავ ავტორიტეტზე, რომელიც ემოციურად არის უდიდესი მანიპულატორი. შეიძლება ის იყოს ფარული ლიდერი, რომელიც აი ამ მთელ ჯგუფზე კონტროლს ახორციელებს და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ადამიანი, ხო, სიგნიფიკატორი. შუახნის უფრო მამაკაცის ენერგიას, ასე ვთქვათ, შეესაბამება თასების მეფე, დასაკურველია და გარეგნულად ეს ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან მშვიდი, ძალიან გაწონასწორებული, აი კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში ემოციურ ფონს აი ამ ადამიანებისას ხო სწორედ ის მართავს და მჭიდროს სწორედ ეს ადამიანი აკავებს. აი ამ ადამიანების დუმილს. მამაკაცი შუახნის მასკულინური ენერგეტიკა არის, ქალბატონის ენერგიები ნამდვილად არ არის. ახლა კი ვნახოთ როგორია გურიკას ზუსტი ფიზიკური რეალობა. არის ის მატერიალურად ამ ქვეყნად ჩვენთან ერთად თუ საქმე ეხება ფატალურ დასასრულს? ცოტა გაურკვეველი არის და კიდევ ჩაძიება უნდა გავაკეთოთ, ჩემო კარგებო. და აქ კიდევ ერთი არკანი მოვიდა თავისით.
ესე იგი, აქ ისეთები ტრიალებს შემოკარგება, რომ თავად შოკში ვარ და დავიწყოთ ჰიეროპანტიდან, ვინაიდან ტაროში ჰიეროპანტი პირდაპირ უკავშირდება სულიერ კავშირებს, ხო, ტრადიციებს, როგორც აი უზენაესი მღვდელი, ხო, რაღაცა აი ესეც შეესაბამება ეს ტერმინი. ასევე ის ასახავს კლანურ დაჯგუფებებს, ხო, და კლანური რელიგიური ინსტიტუტების გამომსახველიც არის ხოლმე ხანდახან. ჯგუფური დოგმები, რომელსაც ემსახურებიან ჯგუფის შემავალი წევრები. ასევე ჰიეროპანტი გულისხმობს დაუწერელ კანონებს. საქმეში, სადაც ნათელმირონი ფიგურირებს, მე მგონი ჰიეროპანტის ფიგურა საკმაოდ საყურადღებო არის. გადავედით შემდეგზე ათიანების თასები რევერსული გვაქვს შემოკარგება, რაც არის ოჯახური იდილიის ნგრევა და პირდაპირ ანიშნებს ეს არკანი, რომ სწორედ რომ ოჯახის, ანუ საგვარეულო კლანიდან არის წამოსული ეს ყველაზე დიდი გაურკვევლობა. ასევე ეს გვანიშნებს ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე შექმნილ გულის ტკივილს და გულის წყვეტის მომენტებს. როდესაც ამ შემთხვევაში ათიანების თასები რევერსული გვაქვს, ასევე განქორწინება შეიძლება მოიაზრებოდეს, გაშორება, დანგრეული ოჯახი და უკმაყოფილება ამ ამბავთან დაკავშირებით. რაც შეეხება ორენების პენტაკლებს შემოკარგებო, ეს არის მერყეობის ფიზიკური, ფინანსური, უკაცრავად სიდუხჭირის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ფაქტიურად ამავე დროს გაურკვევლობაშია და ეძებს გამოსავალს. ასევე ემოციური თვალსაზრისით თუ განვიხილოთ, ეს არის მერყეობა, აი ორ გზაშუა არსებობა, ორად გაყოფილი გზა, როდესაც თითქოს არ იცი საითოდან წახვიდე, ბალანსის დაკარგვა, ხშირად როგორც გითხარით, მერყეობასთან ერთად ბალანსის დაკარგვა, ეს რა თქმა უნდა მოსალოდნელიც არის, მატერიალური არასტაბილურობა, სიდუხჭირი, ხო გეუბნებით, აი ყველაფერი ეს არის ამის მანიშნებელი. ადამიანი, რომელიც ცდილობს ბალანსი იპოვოს ცხოვრებაში, საკმაოდ მძიმე არის ეს ჩემთვის სასაუბრო შემოკარგებო, იმპერატორი მამაკაცი, ეს არის მთავარი ფიგურა, შეიძლება ამ კლანის ან დაჯგუფების რაღაცა უფროსი შეიძლება მოვიაზროთ ამ შემთხვევაში, მაკონტროლებელი პირი, რომლის სიტყვაც არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში და მოვდივართ უკვე მთავარ პასუხამდე. თასების ტუზი რევერსული გვაქვს შემოკარგებო, რაც ნიშნავს სასიცოცხლო ენერგეტიკის არარსებობას, ანუ ფიზიკურად სასიცოცხლო კვალი არ იძებნება ამ შემთხვევაში და მთავარი ფაქტორი არის ათიანების პენტაკლები. საოჯახო საგვარეულო კლანი. მთავარი მიზანი, რის გამოც შეიძლება ადამიანი ამ სიტუაციაში აღმოჩნდა, ეს არის მატერია, ქონება, შეიძლება იყოს სახლკარი, მემკვიდრეობა, ნათესაური კავშირები, ხო? საქმე ეხება ოჯახის გარემოცვას, ნათესავებს, მატერიალურ ინტერესებს. კარგად დაფიქრდით, როდესაც ასე ვთქვათ, გამოძიება შეიძლება კონკრეტულ დონეზე, ხომ არ არის კონკრეტულად ეს მომენტი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ტაროს არკანები არასდროს აცდებიან შემოკარგებო. რაც შეეხება ათიანების პენტაკლებს, გამომწვევი მიზეზი, საიდან მოვიდა ეს კონკრეტული სიტუაცია, როდესაც სასიცოცხლო ნიშანწყალი აღარ გვხვდება ამ შემთხვევაში და ეს გახლავთ ოჯახის კლანი, საგვარეულო, ხო? საქმე შეიძლება ეხებოდეს კონკრეტულ ქონებას, სახლს, მემკვიდრეობას და თაობათა შორის კავშირებს. როგორც გითხარით, ოჯახური გარემოცვიდან არის წამოსული, ამას თუ დავეყრდნობით ამ შემთხვევაში, ნათესაური კავშირები და მატერიალური ინტერესები გამოიკვეთა ცალსახად და თავისით გადმოვარდა ხუთიანების პენტაკლები ასეთ მდგომარეობაში, რაც პირდაპირ მეგვანიშნებს იზოლაციაზე, სიცივეზე, დაკარგულობაზე, მატერიალურ სამყაროში, კვალის არარსებობაზე, ჩემო ძვირფასებო, სამწუხაროდ, ნახეთ, იმპერატორი ამ შემთხვევაში, იმპერატორი, ათიანების თასები რევერსული გვაქვს ასევე. ხუთიანების პენტაკლები გვაქვს ასევე რევერსული. აჩვენებს, რომ ოჯახურ საგვარეულო სისტემაში, ხო, კონკრეტული იმპერატორის ძალიან მკაცრი კონტროლი ინახავს ისეთ ინფორმაციას და ისეთ მძიმე და ფატალურ რეალობას, რომლის გამორკვევაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ იქნება. მთავარი ხუთიანების პენტაკლები რევერსული ხაზს უსვამს, რომ სასიცოცხლო მატერიალური დინამიკა და ძიების სიმეტი აქ იზურება შემოკარგებო. რეალობა არის მძიმე, დაკარგული და სულ იზოლაციაში მოქცეული. მე მაინც გავაკეთებ ახლა ჩაძიებას, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს კომბინაცია ცალსახად მინდასტურებს, რომ ამ ჩვენს მატერიალურ სამყაროში, ამ ქვეყნად ადამიანის სიცოცხლის ნიშანწყალი, ანუ სასიცოცხლო ენერგიები არ იძებნება, ანუ აქ არის ცივი და ფატალური დასასრული სიცოცხლისა. მაინც გავაკეთებ კიდევ ერთ ჩაძიებას და ყურადღებით, ვინაიდან კულმინაციურ მომენტში შევდივართ ჩვენი გაშლის, მაშ ასე შემოკარგება კონტრშეკითხვებზე გადავდივარ და მოდი გითხარი, რომელი კონკრეტული გეოგრაფიული არეალი ან სივრცე ინახავს ამ ამბის სრულ სიმართლეს ვნახოთ. საინტერესო, ყველა მოვიდა დახურული, ყველა. ამას ცოტათი მივწევ შემოკარგებო, რომ კარგად დაინახოთ კონტრშეკითხვების პასუხები. სივრცე, რომელიც ინახავს აი ამ ამბავში დაფარულ დეტალებს, მოდი განვიხილოთ ერთად, ხო? ათიანების კვერთხები გვაქვს აქ შემოკარგებო. ეს არკანი მძიმე ტვირთის ზიდვას გრძელ გზაზე, შორეულ მარშრუტს ასახავს, ხო? ან რაიმე დაბლობს სასოფლო-სამეურნეო ზონას, სადაც მძიმე სამუშაოები მიმდინარეობს, ხო? გეოგრაფიულად ეს მიუთითებს მიტოვებულ ნაკვეთზე, ასევე გარეუბანზე, ტყისპირა გზაზე, ან ისეთ ადგილებზე, ხო? სადაც რაიმე ტვირთი მიიტანეს და იქ განათავსეს, ხო? რაღაცა მძიმე ტვირთი მიიტანეს, ან განათავსეს, ან დამალეს.
შემდეგი, აქ გვაქვს შვიდიანების პენტაკლები. კლასიკურად ეს არის მიწის დამუშავების ძალის რაღაცა ფერმის ტერიტორიის ხო სოფლის ღია სივრცის არკანია პირდაპირ და მიუთითებს სასოფლო ტიპის გარემოზე. და ჩვენ გვაინტერესებს გეოგრაფიულად რომელი ტერიტორია ინახავს აი ამ საიდუმლოებას, გეტყვით რომ ეს არის აგრარული ზონა. მიწის ესეთი ნაკვეთი ხო, სადაც დამუშავებული არის მიწა. მთავარი კულმინაციური მომენტი 13 არკანი ანუ სიკვდილი. როგორც სიკვდილი, ანუ როგორც გარდაცვალება ისე არ უნდა მივიღოთ და პირდაპირ გეტყვით რომ ეს არკანი გვანიშნებს მიტოვებულ დახურულ ძველ ტერიტორიაზე. ეს შეიძლება იყოს მიტოვებული ფერმაც კი, ძველი შენობა ნაგებობა, ან და ნანგრევები, მოკლედ წყალთან, შეიძლება წყალთან ახლოსაც. შესაძლებელია იყოს წყალთან ძალიან ახლოს მდებარე იზოლირებული ადგილი, სადაც ადამიანის ფეხი ყოველ შემთხვევაში ხშირად არ ხვდება ხოლმე. კარგი, გადავიდით მეორე კონტრშეკითხვაზე. ვინ არის ის ძირითადი ფიგურა ამ 16 ადამიანიდან, ვინც პირდაპირ გასცა და შეასრულა ეს კონკრეტული ფატალური ნაბიჯი? ნახოთ. ესე იგი, ჩემი კარგებო, ეს არის იმ კონკრეტული 16 ადამიანიდან ერთ-ერთი ყველაზე მატერიალურად დაინტერესებული პირი, მკაცრი და ეგოისტი ფიგურა, ვინაიდან 4-იანების პენტაკლები გვაქვს რევერსული. ეს არის ასევე ის ადამიანი, რომელსაც გურიკა ყველაზე მეტად ენდობოდა, რომელიც ოჯახთან ან კონკრეტულად მსხვერპლთან ახლო და სანდო ურთიერთობაში იმყოფებოდა, მაგრამ ასევე გვაჩვენებს დიდი იმედგაცრუებას ეს სანდოობაც რა თქმა უნდა მოჩვენებით და ილუზორული გახლდათ. ასევე ვარსკვლავი გვაქვს რევერსული, რომელიც სიცივის, ცინიზმის და იმ მოლოდინის გაუმართლებლობას გვაჩვენებს, რაც შეიძლება რეალურად ყოფილიყო, ხო? ეს კონკრეტული ადამიანი მატერიალური სიხარბისა და ფარვლის რახვების გამო პირადად იყო ჩართული ამ ფატალური ნაბიჯის შესრულებაში. დამატებით თქვენს წინ არამედ შეხავს დასტა და ვიკითხე, რომ ქალის ენერგიებს გვაჩვენებს თუ კაცის ენერგიებს და გვაჩვენა, რა თქმა უნდა, მამაკაცის ენერგიები, ესრე თასების რაინდი, რომელიც სტრატეგიულ ნაბიჯებს თამაშობს და ფარულად არის სწორედ ამ თამაშის მმართველი. რა ნიშნით, ან რა გარემოების დადგომისას გახდება ეს ფარული ამბავი საჯარო? ნახოთ. მოდით ეს უკან გავწიოთ, რადგან კარგად მინდა დაინახოთ, ჩემო კარგებო. Justice, სამართლიანობა, ორიანების ხმლები რევერსული გვაქვს და ხმლების პაჟიც რევერსული გვაქვს ამ შემთხვევაში. რა საინტერესო. ეს ამბავი საჯარო გახდება მაშინ, როდესაც სამართლებრივი ოფიციალური რგოლი ჩაერთვება და დამცავი ფარდა, ანუ ეგრეთ წოდებული კოლექტიური სიჩუმე ვიღაცის წამოწდენილი ან ფარული დეტალების გამოაშკარავებით დაირღვევა. აუცილებლად მოხდება შიდა განხეთქილება, რაც გულისხმობს შიდა დაპირისპირებას და კონკრეტული ადამიანის მხრიდან მოხდება ინფორმაციის გაჟონვა, ენის წამოწდენა. მე თქვენს გარეშე ამ შეხედასტა და ვიკითხე, რომ ქალის ფიგურა ეს თუ მამაკაცის ფიგურაა და მაჩვენებს ცალსახად მამაკაცის ფიგურას, ანუ მასკულინური ენერგია. მოხდება აუცილებლად კონკრეტული დოკუმენტის ან და ინფორმაციის მოულოდნელი გამოჩენა, რასაც ეს ჩაკეტილი წრე ნამდვილად ვეღარ შეაკავებს. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ გვაჩვენებს კომბინაციაში მამაკაცის მასკულინურ ენერგიებს, ხოლო დასტაზე მესიჯის სახით მაჩვენებს ცხრიანების პენტაკლებს რევერსულად, რაც ნიშნავს ცალსახად ქალბატონის ფიგურას. ეს ასე მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ფიგურანტი ამ ამბავში, მოთამაშე და ასევე დამნაშავეც არის მამაკაცის ფიგურა, საკმაოდ ისეთი პატარა ბიჭი არ არის და არ ძალიან ასაკოვანი არ არის, შუა ასაკის მამაკაცი არის საუბარი დაახლოებით, ნუ არქეტიპით მსჯელობა ამ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მამაკაცი არის, ინფორმაციის გაჟონვაში, ენის წამოწდენასა და ფარული ამბის გასაჯაროებაში მთავარ როლს ითამაშებს ქალი გოგონა, რომელიც არ არის შუა ახნის ასაკის და უფრო ახალგაზრდა შეიძლება იყოს. ფინანსური სტაბილურობის განცდა ეგრევე ირღვევა და ის მოლოდინები რაც იყო, ნამდვილად გაცამტვერდება. ძალიან დამაინტერესდა თუ რა პერიოდში ან რომელი სეზონის დადგომისთვის გამოვლინდება სიმართლე და ფარდა აეხდება რეალობას. ელვის სისწრაფით გამოდის ეს ამბავი სააშკარაოზე, ჩემო კარგებო, მომიწია 1-დან 3 თვე რეალობის სრულ გამოაშკარავებამდე. ესეთია ჩემი პროგნოზი. აუცილებლად შეინახე ვიდეო, გადააზიარე იმისთვის, რომ ამბის გამოვლენისას ჩვენ ერთად განვიხილოთ რეალობა. იმედია, სწორი და რეალისტური განაჩენი გამოვა ამ საქმეზე. დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარების ველში, როგორც გშოვიათ ხოლმე კორექტულად. ყოველს უდიდესი პატივისცემა, ვინც მისმენთ მიყურებთ, შეგიძლიათ გადააზიაროთ ეს ვიდეო, იქნებ და ვიღაცას დაეხმაროს ეს ინფორმაცია. როგორც იცით, ეს არ არის მტკიცებითი ფორმა, ჩვენ მხოლოდ ვიგებთ ენერგიებით, ასე ვთქვათ, თუ ვინმეს გამოადგება, მე მოხარული ვიქნები. ვისაც ჩემი დახმარება გჭირდებათ, გლოდებით პირადში ინდივიდუალურ კონსულტაციაზე დროებით, შემდეგ ძალიან საინტერესო ვიდეონთან.